გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და გამოიწერეთ არხი, რომ თქვენი არხიც გახდეს. ახლა მინდა გავაკეთო გაშლა საქართველოზე, იმიტომ რომ ვინც ადევნებს თვალს ჩემს გაშლებს ქვეყანასთან დაკავშირებით და ასევე გავაკეთე ბედის მატრიცა საქართველოსი, ჩანდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ აი ეხლა ზუსტად დღეს ბოლო დღეა ივნისის, დასრულდა ციკლი და იწყება ახალი ციკლი, რომელიც აი ამ თავის სამყაროსთვის მოკლედ რომ რამდენი ხანია, მაგრამ აი ახლა უნდა ან დაისვას წერტილი და გადავშენდეთ ისე როგორც სხვა ქვეყნები გადაშენებულან და გამქრალან ამ სამყაროდან, ძალიან მაგარი ქვეყანა შევქმნით. მე ძალიან ნერვილობ, ძალიან მღრელობ. ნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ ზუსტად თქვი, რომ 6 თვე იყო და ივლისის თვიდან დაიწყებოდა ახალ ენერგიაში გადავიდო და რაც იქნებოდა მაჩვენებელი იმისა, როგორც ერი გარდავიცვლებით, თუ როგორც ერი ავღდგებით ფეხზე. ხედია, რაც უნდა იყოს შედეგი, ამის მიზეზი ვიქნებით ჩვენ ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მოქალაქეები. არავის არ დავაბრალოთ არაფერი, არავისკენ არ გავიშვიროთ ცხვირი რა არის და თითი. ყველაფრის მიზეზი იქნება ჩვენი თავი. აი ესეც შემაყურებლებო, დავიწყოთ იმითი, რომ ქალის ენერგიით არის საქართველო, ყოველთვის ესე ფიგურირებს ჩემს გაშლაში და კარმაში ამოვიდა. საკმაოდ მძიმე კარმულ სიტუაციაში ამოვიდა, საკმაოდ სირთულეებში, რო არა ვთქვა ისედაც ჩანს ეს. ხოლო მთავრობა არსებული, ეგრეთ წოდებული მთავრობა ამოვიდა ძალიან დიდ პრობლემებში და ჩიხში. მოდი ვნახოთ, დავიწყოთ თავიდან. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციები წამოვა. ნახე როგორი ინფორმაციები შემოვა, რომ უცხოეთიდან აი როგორც ცელი, ისე აი მოცელავენ ამ მთავრობას, რაღაცა ისეთი ინფორმაციები წამოვა. ახალი რა შეიძლება ეს იყოს, ალბათ ახალი სანქციები ან რაღაცა კანონები, რეგულაციები. სხვა რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. მაგრამ ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი იქნება, ბევრი ახალი ამბები იქნება ამასთან დაკავშირებით. ცოტა იყო შემეშინდა, ისეთი რთული რაღაცები ამოვიდა, მაგრამ უცებ იმედი მომეცა, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფოებრიობა დაჯდა ქალის სახლში, ანუ ქვეყანა შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, ეს ერთი კარგი ამბავი. ასევე ჩანს აი კარმის თავზე ვარსკვლავი ამოდის. ერთიანება, სიბრძნე, სუვერენიტეტი და ღვთისწყალობა.
მადლობა ღმერთს, ძალიან მინერვიული, ძალიან განიცადე. რა არის ეს ყველაფერი? ნახეთ. სირთულე იმდენად დამძიმდება, სირთულე იმდენად წაგვიჭერს ყელში. აი ნახე როგორი რაღაცა იქნება, რაც არ უნდა იყო ნეიტრალური, როცა ვიღაცა ყელში წაგიჭერს, აუცილებლად დაიწყებ ბრძოლას, რას ხელები მოიშორო. როდესაც ცოცხლად ჩაგდებენ მიწაში და სევიდან მიწას გაყრიან, აუცილებლად დაიწყებ მოქმედებას, რომ ახადო თავი მას რა ქვია კუბოს და ამოხვიდა ზევით და გადაყარო ეს მიწა, რომელსაც გაყრიან. როდესაც ხელი გტაცეს და გახრჩობენ წყალში, რაც არ უნდა არ გაინტერესებდეს, უკვე დაიწყებს სიცოცხლისთვის ბრძოლას. სამწუხაროდ მე ვთქვი, რომ რაც არ უნდა იყოს შედეგი ჩვენი ბრალი იქნება მეთქი, კარგიც თუ ცუდიც თქო, სამწუხაროდ სამყაროს არ უნდა რომ დასრულდეს ჩვენი არსებობა და რახან ჩვენ ვერ გამოვხესდით, ამიტომ დამძიმდება, ძალიან დამძიმდება სიტუაცია. მე არ ვიცი აბაზე მეტად რა შეიძლება დამძიმდეს, მაგრამ ძალიან დამძიმდება სიტუაცია. უკვე ყველა გაიაზრებს, რომ ვთავრდებით, მორჩა გვხვდებით. ხო, შეიძლება ადამიანურ სიცოცხლეს არ ედგეს, ან შეიძლება ედგეს კიდევაც საფრთხე, მაგრამ ის რომ მორჩა დამთავრდა როგორც ერი, კვდები როგორც სახელმწიფო, ამას ყველა გაიაზრებს, თორემ ზოგმა 2012-ში გაიაზრა ეს, ზოგმა ძალიან გვიან და ზოგს ეხლაც არა გააზრებული. ეს გააზრება მოხდება აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული იქნება ის, რაც მოხდება ყველასთვის. ძალიან დიდი მტკივილები იქნება. თითქოს გამყარდება. ძალიან გამყარდება და ელოდეთ ამას ძალიან გამყარდება. რუსული ძალა ჩვენს ქვეყანაში ძალიან გამყარდება. მაგრამ აი, როდესაც ისეთ გაუსაძლესი იქნება, რომ სუნთქვას ვეღარ შეძლებთ, აი მაშინ სამწუხაროდ მაშინ აინთება გონებაში ნათურა ხალხს და მიხვდება რა უნდა გააკეთოს და გააკეთებენ. სამწუხაროდ არ იყო ეთყობა ესე წოლა, რომ ამოქმედებულიყო და ამიტომ კიდევ უფრო დამძიმდება ესე წოლა. ამოქმედდება და ეს გამოიღებს შედეგს. რაღაცეები ნახეთ, რაღაცეები, რაც ჯერ კიდე არ ვიცით, რაღაცეები გამოაშკარავდება კიდე. სკანდალური ამბები იქნება, ძალიან ბევრი რაღაცა გამოაშკარავდება. საკმაოდ ბევრი რაღაცეები, ჯერ კიდე არ ვიცით. კიდევ არ ვიცი ამაზე მეტი სკანდალი რა შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც გამოაშკარავდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან გაძლიერდება ამჟამინდელი პარლამენტში მყოფი დეპუტატები, მთავრობა, ანუ ძალიან. და იქნება ის, რომ მორჩა დამთავრდა ყველაფერი. შეგრძნება იქნება ნამდვილად. რაღაცა მოხდება ისეთი სირთულე, მე ვერ ვხედავ კონკრეტულად რა, მაგრამ იქნება ისეთი სირთულე, რომელიც აი ყველა შეეშინდება, რომ ჩემთანაც მოვა ეს რაღაცა, ისიც ეშინიათ ყველას. და ყველას ემოციაზე გაივლის ეს რაღაცა, ვიტყვი მახვილი. მოქნეული მახვილი. ყველა შეეხება, მათ მომხრეებსაც. აქეთ მხარეს ხოლმე ლაპარაკი ზედმეტი. და ეს ძალიან ემოციური იქნება. ემოციური, ძალიან ღრმა ტკივილი, ძალიან ღრმა ჭრილობა იქნება. და ალბათ საჭიროა რახან პატარა სილაზე ვერ ფხიზლდები, ვერ ხვდები, რა უნდა გააკეთო, მე მოცილში ჩაგაზელენ წირს, გადატანით მნიშვნელობით ამბობ ცხადია, ვერ ხვდები, რა უნდა გააკეთო, არა უშავს ამბობ და
აი ბოლოს როცა სასიკვდილო, ბოლოს წამები გაქვს, რომ ცოცხალი გადარჩეთ თუ არა, ალბათ მაშინ აფართხალდები. აი ესეთი მდგომარეობა იქნება. ესეთი მდგომარეობა იქნება. იქნება დაგსახსულობა, ეგრეთ წოდებულ მთავრობაში, დაბნეულობა ამ დიდი სიძლიერის შემდეგ. და მაინც ვიტყვი, რომ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა იქნება, აი რაღაცა ისეთი დიდი შემოლაწუნება, თუმცა ეს ლაწუნი კარგახანი არის, რაღაც შემოლაწუნებაზე დიდი, რაც გამოაფხიზლებს ამ ქვეყანას. მერე წავა უკვე გონიერება ახალი ძალა, რასაც ვამბობ. ჭკვიანური სვლები, შეკრული, გაერთიანებული და რა დაგსახსული. ამის მერე ამავამზე ამ ქვეყანის თავზე და ამის მერე იქნება გამარჯვება მტერზე. იქნება სტაბილური პერიოდი წამოვა მერე, საკმაოდ სტაბილური. მე ერთს ვიტყვი, რაც ვნახე ბედის მატრიცაში, ტაროში გადავამოწმე, არ ვიცი რომლით გადავამოწმე, ჩემი ხედვა, რომელიც დახმარების ინსტრუმენტების გარეშე დავინახე და მე გეტყვით, რომ იქნება ისეთი ვიღაცების დაპატიმრება, რომელსაც ვერც წარმოვიდგენთ, რომელსაც არც კი სჯერათ, რომ მსგავსი რამე შეეხებათ, იქნება ეს. იმიტომ რომ ეს არის კარმა ამ წელიწადს წერტილი უნდა დაესვას ბევრ რამეს, ყველაფერ ძველს, ყველაფერ მურყეულს, ყველაფერს ჩამყაყებულს, ყველაფერს ჩამპალს უნდა დაესვას წერტილი. სამწუხაროა, რომ მსხვერპლით მოხდება წერტილის დასმა და არის უკვე ეს მსხვერპლი, ჩვენ ვნახეთ უკვე რამდენი სინდისის პატივლის მშობელი გარდაიცვალა. გაგრძელდება ეს მსხვერპლი სხვადასხვა სახით. მაგრამ ესეც ჩვენი ბრალია. იმიტომ რომ ვერ გავთვლიანდით, ვერ შევიყვარეთ ეს ქვეყანა, რაღაც პირად რაღაცებს უფრო წინ ვაყენებთ, შურისძიებას უფრო წინ ვაყენებთ, ბოღმას უფრო წინ ვაყენებთ. და ასე შემდეგ. ესეც რაც მოგვივიდეს ჩვენი ბრალი, რაც მოგივა დავითაო, ყველა ჩვენი თავითაო, ჩვენვე მივიყვანეთ ეს ქვეყანა იქამდე, რომ რაც შახბას არ გაუკეთებია, ჩვენი ხელით გაუკეთეთ ჩვენ ქვეყანას. მე რა რომ არ გამიკეთებია, უმრავლესობამ გააკეთეთ ესე. და ვიწონოთ სულ ყველა განვრჩევთ. გეშტობებით შემდეგ ვიდეოდ.